ჭიათურაში საწარმოების მართვის უფლება 1 წლის წინ ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის გადაეცა საწარმოო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება ჯორჯიან მანგანესთან შეთანხმებით სწორედ მმართველმა კომპანიამ მიიღო. საქმიანობის შეჩერების მიზეზად CMC რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. პირველი, მათი თქმით, შუქრუთის მაღაროს პარალიზება მოხდა, რის გამოც კომპანია მადნის 70%-ს ვეღარ მოიპოვებდა. და მეორე, ამ პერიოდში დასაქმებულებს ხელფასის 100% კომპანიის მიერ ბანკებიდან აღებული კრედიტებით ერიცხებოდათ, რამაც კრიზისში მყოფი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ამასთან ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო აღიარებულმა გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიამ მოამზადა დასკვნა, რომელიც მათივე თქმით ადასტურებს, რომ ჭიათურაში მადნის მოპოვება ფინანსურად წამგებიანია. ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ საჩხერის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების შესახებ განცხადებით მიმართა. თავდაპირველად 6-7 თვის განმავლობაში 60%-ს გადახდა კი არა, სრული ანაზღაურება ხდებოდა დასაქმებულების და მხოლოდ შემდგომ უკვე, როდესაც რაღაცა ყველა რესურსი ამოწურვადია ბუნებაში და მით უმეტეს ფინანსური რესურსი, სანამ შეეძლო კომპანიას ბანკების მხრიდან ხდებოდა გარკვეული სესხების მობილიზება და მოძიება, თუმცა რაღაც ეტაპზე ბანკებმაც კომპანიის საქმიანობას შეხედეს, რომ აღარ ფუნქციონირებდა, მას შემოსავალი არ ჰქონდა, თავისთავად იმათაც ამ სესხებზე უთხრეს უარი. შემდეგ მოხდა იძულებით უკვე ამ 60% რეჟიმზე გადაყვანა და დღეს კომპანია მივიდა იმ რეალობამდე, რომ ვერც ამ ხელფასებს ვეღარ იხდის და ეს არის სამწუხარო რეალობა, რა თქმა უნდა, მაგრამ გამოწვეული და დაფუძნებული აი ამ დაუსაბუთებელ პროტესტზე, საქმიანობის ხელის შეშლაზე, რამაც მთლიანად გააჩერა პრაქტიკულად მადნის მოპოვების პროცესი, რაც ჩემი აზრით არა მხოლოდ საწარმოსთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც პირდაპირ თუ ირიბად მადნის მოპოვებით საქმიანობა ეხება, ზოგს შემოსავლის სახით, ზოგს დასაქმების სახით და ასე შემდეგ, ყველა ამ ადამიანზე ნეგატიურად იმოქმედა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოც, რომელიც ჩემი აზრით, იმის გამო, რომ კომპანია ვერ საქმიანობს, საკმაოდ სოლიდურ თანხას კარგავს და ვერ იღებს ბიუჯეტში შესაბამისი გადასახადების სახით.